ევრაზიის ახალი განთიადი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერის სიტყვით გამოვიდა. შუა დერეფნის მნიშვნელობა და სამშვიდობო პოლიტიკას იყო ის მთავარი საკითხები, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტები გააკეთა. საქართველოს პრემიერმა ტრიბუნა ასევე გამოიყენა რუსულ ოკუპაციაზე სასაუბროდ და მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებისთვის. სალომე ქოქიაშვილი განავრცობს დავოსიდან თემას ახლა ღია ეთერში. სალომე, გისმენთ. თემატური პანელური დისკუსია ევრაზიის ახალი განთიადი ფოკუსირებული იყო იმაზე, თუ როგორ უნდა გაიზარდოს კავშირი, პირველ რიგში საბაჭრო ეკონომიკური კავშირი ევროპასა და აზიას შორის და ამ მხრივ რა ალტერნატიული მარშრუტების შექმნა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით პანელური დისკუსია იყო ორიენტირებული შუა დერეფანზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ალტერნატიულ მარშრუტზე ახალ ეკონომიკურ თუ უსაფრთხოების რეალობაში, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და რომლის ნაწილიც არის საქართველო. საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რა თქმა უნდა, არის დამატებით ახალი ინვესტიციების მოძიება, მათ შორის შუა დერეფნის სრული განვითარების თვალსაზრისითაც და პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ პანელურ დისკუსიაზეც, რომ ახლა საქართველოს ამ საქმეში შესაძლებელია დაეხმაროს ახალი სტატუსიც, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, ეს არის კანდიდატის სტატუსი. ირაკლი ღარიბაშვილმა ეს ტრიბუნა გამოიყენა ამავდროულად იმისთვისაც, რომ მადლობა ეთქვა ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფოს ლიდერისთვის, ასევე ევროპული ინსტიტუციების ხელმძღვანელებისთვის გასული წლის დეკემბერში მიღებული ისტორიული გადაწყვეტილებისთვის მინიჭებოდა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რაც ჩვენს ქვეყანას ახლა კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას სცემს, მისი თქმით, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შუა დერეფნის ქვეყნისთვის. შუა დერეფანი ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც ახლა განსხვავებულ და ახალ პერსპექტივებს უქმნის ევროპასა და აზიას ურთიერთკავშირის თვალსაზრისით. ამ მარშრუტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის საქართველო და პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, თუ რას აკეთებს ქვეყანა ამ დერეფნის სრული პოტენციალის ათვისებისთვის. აქ იგულისხმება ახალი აეროპორტის მშენებლობა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რკინიგზის გამდარობის ორჯერ უფრო მეტად გაზრდა, ახალი გზების საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და კიდევ ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ ისაუბრა მთავრობის მეთაურმა, რომლის მთავარი მიზანიც და ამოცანაც, რა თქმა უნდა, არის შუა დერეფნის პოტენციალის სრული ათვისება. Georgia's economy right now is საქართველოს ეკონომიკა ახლა სწრაფად ვითარდება. ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფად გაიზარდა. ახლა ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა ვართ. 2 წლის წინ საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 10.5%-ით. 2022 წელს ასევე 10.4%-ით. გასულ წელს 7%-ით. ასევე ინფლაცია არის დაბალი. ბოლო 7 თვის განმავლობაში ის 1%-ზე დაბალი იყო. ამ წელს ჩვენ ველოდებით, რომ გვექნება 5%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა. ეს ძალიან კარგი, სტაბილური სიტუაცია. პოლიტიკურადაც საქართველოს სტაბილური ქვეყანაა. ასევე იზრდება ჩვენი ვაჭრობა. ვაფართოვებთ სავაჭრო კონტაქტებსა და ურთიერთობებს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პირდაპირ უცხოური ინვესტიციებიც რეკორდულად მაღალი იყო გასულ წელს. განსაკუთრებით დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, როცა ცნობილი გახდა, რომ საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ჩვენ ველოდებით უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას. ჩემმა კოლეგამ ბატონმა ვუჩიჩმა ახსენა კავშირები. საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მდებარეობა და ჩვენ მოწოდებულები ვართ, რომ განვავითაროთ შუა დერეფანი, რომელიც ძალიან საინტერესო მიმზიდველი ალტერნატიული მარშრუტი ხდება. 2 წლის წინ ჩვენ ხელი მოვაწერით ძალიან მნიშვნელოვან საგზაო რუკას, ჩვენს ყაზახ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, როგორ განვავითაროთ ეს კორიდორი. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რაც გულისხმობს პორტების გაფართოებას, მათი შესაძლებლობების გაფართოებას, აეროპორტები, რკინიგზა, გზების ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. ჩვენ წელს გვინდა დავიწყოთ ახალი პორტის მშენებლობა, ახალი ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში, ასევე ვითარდება სარკინიგზო შესაძლებლობები. ჩვენ ასევე გვსურს დავიწყოთ ახალი აეროპორტის მშენებლობა. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა გზები, გზატკეცილები, ყველაფერი წელს დასრულდება. ასევე მინდა აღვნიშნო ჩინეთის ინტერესის მნიშვნელობა ამ ალტერნატიულ მარშრუტებში. გასულ წელს მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩინეთში. შევხვდი პრეზიდენტ სი ძინპინს. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაღრმავებთ ჩვენს პარტნიორობას სტრატეგიულ დონემდე. ამ დერეფნის მიმართ ჩინეთის ინტერესი რამდენიმე თვის წინ გაცხადებული იქნა პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ და მე ვფიქრობ, რომ ეს მეტ მნიშვნელობას და ენერგიას მისცემს ამ კორიდორის განვითარებას. მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მადლობა ვუთხრა ყველა ევროპულ
ევროპელ ლიდერს, რომელმაც მხარი დაუჭირა ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომ მიენიჭებინათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. ეს ჩვენი მთავრობის უდიდესი მიღწევაა, იმიტომ რომ მას შემდეგ, რაც მთავრობაში მოვედით, 2012 წლის შემდეგ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ და დიდი პროგრესი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და ბოლოს ამის კულმინაცია იყო ეს გადაწყვეტილება, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. პანდელურ დისკუსიაზე საუბარი ასევე შეეხო ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხს. ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა რუსულ ოკუპაციაზე, აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ახლაც ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას და ეს ქვეყნისთვის არის ძალიან მტკივნეული და ძალიან სერიოზული გამოწვევა. ამავდროულად პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ზოგადად რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მეზობლებს შორის არსებულ კონფლიქტზე. ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს ორივე ახლო მეზობელთან, სომხეთთან და აზერბაიჯანეთთანაც აქვს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები. ისაუბრა ამ ნაწილში საქართველოს სამშვიდობო როლზე და იმედი გამოთქვა, რომ მშვიდობა მეზობლებს შორის ძალიან მალე დამყარდება. Regarding the security situation in the South Caucasus. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მდგომარეობას, უპირველეს ყოვლისა თქვენ რა თქმა უნდა გახსოვთ ჩვენი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიის 20% და გუშინ ჩვენ მქონდა ამაზე დისკუსია. 2008 წელს ჩვენ მქონდა ომი და ამ ომის შემდეგ რუსეთმა ააშენა სამხედრო ბაზები და კვლავ განაგრძობს ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. თუმცა უსაფრთხოების ამ გამოწვევების მიუხედავად ჩვენ შევძელით მიგვეღწია მშვიდობისა და სტაბილურობის უპრეცედენტო და უწყვეტი 10 წლედისთვის, რომელმაც საქართველოს მოუტანა კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენ არასდროს გქონია საქართველოში ასეთი მშვიდობიანი და სტაბილური სიტუაცია, როგორიც ახლა. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები და პარტნიორობა ორივე ქვეყანასთან. ისინი არიან ძმები და მეგობრები. და მე მქონდა 2 წლის წინ მედიაციის, ფასილიტაციის მცდელობა. ჩვენ მქონდა წარმატებული პირველი მედიაცია, როდესაც აზერბაიჯანმა გაათავისუფლა 15 დაკავებული და სომხეთმა გადასცა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკები. ეს იყო წარმატებული მცდელობა, მაგრამ ეს არის ძალიან რთული სიტუაცია. ჩვენ გვესმის, რომ ამ რეგიონში ბევრი მოთამაშეა. დავამატებდი, რომ მე ვიცი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების პოზიცია, რომ მათ სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა ორმხრივ დონეზე. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი გზა, რადგან ამდენი მედიატორით, ამდენი დაინტერესებული მხარით, ზოგჯერ უფრო კონფლიქტური და კონტრპროდუქტიული ხდება. შესაბამისად, მე მათ წარმატებას ვუსურვებ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი გამოსავალს იპოვნიან და მალე მოაწერენ ხელს სამშვიდობო შეთანხმებას. დისკუსიაში ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო შუა დერეფნის სხვა ქვეყნების ყაზახეთისა და თურქეთის ეკონომიკურ განვითარების მინისტრებთან ერთად, ასევე მონაწილეობდა პანელურ დისკუსიაში სერბეთის პრეზიდენტიც, რომლის გამოსვლაც იყო საკმაოდ საინტერესო და რომელმაც თავის სიტყვით გამოსვლისას რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმ წინსვლას, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით აქვს საქართველოს. სერბეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ბოლო პერიოდში ნაკლებად საუბრობენ იმაზე, რომ ხელა წარმატებას მიაღწია საქართველოს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მოქმედი მთავრობის პირობებში. გარდა ამისა თქვა ისიც, რომ ახლა შეიძლება ბევრს გაუჩნდეს შეკითხვა, მათ შორის საქართველოს მჭიდრო ეკონომიკურ პარტნიორულ ურთიერთობებზე ჩინეთთან, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მისი თქმით არის, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებში დაუდევლათის შექმნა და წარმატებისა და კეთილდღეობის მოტანა თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქისთვის. უნდა ითქვას, რომ ეს პანელური დისკუსია ახლა დასრულებულია, თუმცა იყო რამოდენიმე ასეთი მასშტაბური დისკუსია, რომელშიც კიდევ მონაწილეობდა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ერთი ასეთი დისკუსია იყო ჩვენი ინფორმაციით Chatham House-ის მიერ ორგანიზებული დახურული დისკუსია, რომელსაც ეწოდებოდა დიალოგი დიპლომატიაზე დასავლეთ ბალკანეთში. აქ ამ პანელურ დისკუსიაზე რა თქმა უნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროპულ მომავალზე. ამ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი Ursula von der Leyen, ასევე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი, ასევე მსოფლიო ლიდერთა შორის იყვნენ ხორვატიის, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის და პირველი პირები და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. კიდევ ერთი მრგვალი მაგიდა, რომელსაც მონაწილეობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეს იყო ვახშამის სახელწოდებით ვაშენებთ ხვალინდელ ევროპას. რა თქმა უნდა, აქაც მქონდა საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლის საშუალება და ძირითადი გზავნილების გაფორმების საშუალება საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით და იმ ნაბიჯებზე წინსვლაზე, რომლებიც ამ გზაზე გადადგა ჩვენმა ქვეყანამ. გმადლობთ სალომე ქოქიაშვილი საუბრობდა დავოსიდან.